გამარჯობათ, ესე იგი, დღეიდან დაიდება ვიდეოები განახლებული ლოკაციების და დავიწყებთ ნომერი პირველი ლოკაციით. თავიდან ეზოდა, როდესაც გამოვდივართ, ვიწყებთ მარცხენა წინციმათი, წრიულზე მოძრაობ ყველა სატრანსპორტო საშუალებას ვატარებთ და შემდეგ ვიწყებთ წრიულ მოძრაობაზე შესვლას. შევდივართ წრიულ მოძრაობაზე. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვენა წინციმას და ვიწყებთ შესვლას. 50-იანი გზა გვაქვს მოცემული 40-45 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთ. ერთი სამოძრაო ზოლია, შეგვიძლია ვიმოძრაოთ შუაში, მაგრამ 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მაგრამ რადგან ერთი სამოძრაო ზოლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანევრისას ჩვენ წინციმას სარკეში გახედვა არ გვჭირდება. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. თავთ ვიხედებით სარკეში, ვთავთ წინციმას, ვიწევით 80 ზოლისკენ, გამოვთავთ წინციმას და მალეზე ისევე ჩავთავთ. ზოგადად ერთი წინციმათი ორი მანევრის გაკეთება არ შეიძლება. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთავთ წინციმას, აქ ჩვენ გვაქვს დათმობის ვალდებულება, დათმობის ვალდებულებასთან ერთი გახედვით გავიხედებით, რომ შევაფასოთ მაგისტრალიდან რამდენად ინტენსიური მოძრაობა მოდის. 70-იანი სიჩქარის ზღვარი გვაქვს, ვიწყებთ აჩქარებას, ვთავთ მარცხენა წინციმას. ამ აჩქარების დროს მაქსიმალურად ვიყენებთ. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ვაყოლეთ მხარზე თავს, მაგრამ თვალთახედვის არეალი იყოს უკეთესი. 60-65 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთ, როგორც კი ჩავდგებით ზოლში, გავთიშავთ წინციმას. ერთი სამოძრაო ზოლია, მოძრაობთ შუაში. ესე იგი, რაც შეეხება 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. პირველ ლოკაციას 500-დან 300 მეტრში ვეცდებით გზის გამყოფ ზოლამდე, გამყოფი ზოლისკენ მივიწიოთ, რაც შეიძლება ახლოში, რათა ჩვენი შეხვევა უფრო 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. დისტანციას გავაკონტროლებთ ისე, რომ წინ მიმოვალი მანქანა რო გავფუჭდეს რაღაც დაემართოს, ერთი საჭისაღებით უნდა შევძლოთ გვერდის არიდება უკან დახევის გარეშე. ესეთ შემთხვევაში, როდესაც მარჯვენა მხრიდან სატრანსპორტო საშუალება გვისწრებს, ამ შემთხვევაში უნდა დაველოთ თან შევიდეს, ან გადავიდეს გზიდან, რომ გავაგრძელოთ ჩვენ მოძრაობა. გვერდის არიდება ესეთ მომენტში არ შეიძლება. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. პირდაპირ წამოსვლელი ვინც გვეყოლება გავატარებთ და შემდეგ ზოლი როგორც კი გაგვინთავისუფლდება დავიწყებთ მარცხნივ მოხვევას. მარცხნივ მოხვევისას ყოველთვის მივდივართ გზის შუა ნაწილამდე, გზაჯვარედინის ცენტრამდე და შემდეგ უნდა დავიწყოთ მოხვევა მარცხნივ. მოდის ვიწყებთ შესვლას. როგორც კი შემოვდივართ, გვხვდება ნიშანი, რომ ორი ზოლი წამსვლელია და ერთი კიდე ამოსვლის. შესაბამისად, მარცხენა ზოლით შემოვდივართ. 40-იანი ზღვარი გვაქვს და 30-35 კმ/სთ სიჩქარით გვიწევს მოძრაობა. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ამ მონაკვეთში უკეთესი იქნება თუ 300 მეტრის შემდეგ გავაკეთებთ ზოლის ცვლილებას. ქუჩაზე, ანუ აი ამ გზაზე გვაქვს ჩვენ სულ 5 ქვეით. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 5 ქვეითა გადასასვლელია და ეს ქვეითა გადასასვლელები არის ნიშნებით გამოკვეთილი, რის შედეგადაც სადაც ნიშანთან ქვეითი გადადის, აუცილებლად უნდა გადავატაროთ. ხედავთ, რომ გზა არის დაუხაზავი, შესაბამისად ნიშნიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ვთავთ მარჯვენა წინციმას და ვიწყებთ მარჯვენა ზოლში შემოსვლას. მაგრამ სადაც ქვეითა გადასასვლელის ნიშანი დაგხვდება, იმ მომენტში ზოლს არ შევიცვლით. გადასასვლელს როგორც კი გავუწევით, მალე განახორციელებთ ზოლის ცვლილებას. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ.
შესაბამისად ზებრამდე აქვს რაღაც გარკვეული მონაკვეთი უწყვეტი ზოლი და თუ ზებრასთან ახლოს მოგვიწია ზოლის ცვლილება, ამ შემთხვევაში უნდა გავახმოვანოთ, რომ იძულებული ვართ გადავკვეთოთ უწყვეტი ზოლი. აქ გადავიწევით მხრით გავიხედებით დათმობასთან, შემდეგ დავიწყებთ მოძრაობას ზოლს, სანამ შევუერთდებით, კიდევ ერთხელ გავიხედებით და შემდეგ დავიწყებთ შესვლას ჩვენივე მარჯვენა ზოლში. თუ ციმციმა მანევრის დასრულებამდე გაითიშა, აუცილებლად უნდა ჩავერთოთ ისევე. შემდეგ სამზოლიან გზაზე ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ შუა ზოლით, როგორც კი მოგვეხერხდება, დავიკავებთ შუა ზოლს. ციმციმას გავიხსენებთ. თხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. გზა, როდესაც ბეტონის კონსტრუქციით არის გამოყოფილი, ამ შემთხვევაში მარცხნიდან მომავალი ქვეითი თუ ბეტონის კონსტრუქციამდე არ არის მოსული, მოძრაოთ. თუ ბეტონის კონსტრუქციამდე მოვიდა, ამ შემთხვევაში უნდა გავატაროთ. მარჯვენა მხარეს ეგრევე ვატარებთ. დაჭი, როდესაც ზებრაზე დგას, თუ ქვეითი არ აპირებს გადასვლას, უნდა გავჩერდეთ, დაველოდოთ 5-6 წამი, გავახმოვანოთ, რომ ქვეითი არ აპირებს გადასვლას და შემდეგ დავიწყოთ მოძრაობა. თხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. თუ მოგვეხერხდება ციმციმად და სარკეში გახედვით, უკეთესი ვარიანტი იქნება თუ დავიკავებთ მესამე ზოლს, რადგან წინ ორზოლიანი გზა იწყება, მარჯვნივ ხშირი და საპარკინგო სივრცეებია, დაბრკოლებები არის, შესაბამისად უკეთესია თუ შევალთ ეგრევე მარცხენა ზოლით და გავნაგზავნოთ მარცხენა ზოლით სვლას. სამზოლიანი და როდესაც ორზოლიანში გადავდივართ, მარცხენა ზოლიდან შევდივართ მარცხნივ და შუა ზოლიდან იწყება მარჯვენა ზოლში შესვლა და შემდეგ უნდა გადმოვიდეთ მარცხენა მხარეს. არ უნდა იჩქაროთ, მძღოლის თვალთახედვის სარიალი გზაზე მაქსიმალურად გაშლილი უნდა იყოს, რათა გზაზე ყოველივე დეტალი და ნიუანსი დავაფიქსიროთ დროულად. ზევიდან დაკიდებული ქვეითა გადასასვლელის ნიშნები გვავრთხილებს, რომ ამაღლებული ქვეითა გადასასვლელია და ქვეითი რომ არ გადადიოდეს, მაინც დაბალი სიჩქარით უნდა გადავიდეთ. მიხედებით სარკეში. 500 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ. მარჯვენა ციმციმას და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. 500-დან 300 მეტრში უნდა ჩავდგეთ იმ ზოლში, საიდანაც გვეუბნება კომპიუტერი მოხვებას. პირველი ლოკაციის ცვლილება არის ზუსტად ის, რომ თბილისის ქუჩიდან აღარ ჩავდივართ და ჩამოდის ლომოურიდან, როგორც მეორე და მეოთხე მარშრუტი. 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარჯვნივ. ეს რკინის კონსტრუქცია არაფერს არ ნიშნავს, მარცხნიდან მომავალი ქვეითიც ბოლოდანაც რომ მოდიოდეს, აუცილებლად უნდა გავატაროთ. ციმციმე მწვანეზეც არ შეიძლება გავლოთ, თუ შეგვიძლია აუცილებლად უნდა შევაჩეროთ სტეიგ ხაზთან. როდესაც ორზოლიანიდან სამზოლიანში გადავდივართ, მარჯვენა ზოლიდან ვიწყებთ შუა ზოლში შესვლას. მანახე რომ ხმის, ანუ სადაც იძახის ხო იმ ადგილას რომ გავუჩვენდეთ და ვიდეოში წვეთა არ იყოს. კითხვა. არა, ჩვეულებრივად იყოს, ეგრე არ გინდა არც გადიდება, არც არაფერი. აქ როგორც კი მოგვიხერხდება ზებრას გადავალთ თუ არა, უნდა ვიცოდეთ რომ დავიკავოთ მარჯვენა ზოლი. გავიხედებით სარკეში, ჩავთოთ მარჯვენა ციმციმას და მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთოთ ისე მარჯვენა ციმციმას, აი ამ მოსახვევთ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან ეგრევე მარცხენა ზოლში გვიწევს გადასვლა, აქ გადავიწევით მხრით 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარცხენას და შევალთ ეგრევე მარცხენა ზოლში. ამ მონაკვეთს აუცილებლად გავახმოვანებ და ვიტყვით რომ იძულებული ვარ ქვეითა გადასასვლელზე მოვახდინო ზოლის ცვლილება.
შესაბამისად მარცხენა ზოლიდან განვახორციელებთ მოხვევას და მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარცხნიდან შევალთ ისევ მარცხენა ზოლში. მალეზე ჩვეულებრივად ჩავთავთ სიმციმას, ოღონდ მივდივართ ბოლომდე, მარცხნივ მოხვევა არ შეიძლება. გავიხედებით მარცხნივ, არავინ არ მოდის და ვიწყებთ ისევე მარცხენა ზოლში შესვლას. ოღონდ ერთი გახედით გავიხედებით მარჯვნივ, რადგან მარჯვენა ზოლიდან ვინ შემოდის, გზა არ გადაგუჭრას. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. თბილისის ქუჩაზე 4 ქვეითა გადასასვლელი გვაქვს, პირველი და ბოლო ჩვეულებრივია და შუა ორი არის ამაღლებული გადასასვლელი. აქ მარჯვნივ 30-იანი ზღვარი გვაქვს, რომელიც დამალულია არ ჩანს კარგად, მაგრამ განმეორებით ნიშანი ქვეითა გადასასვლელის დაბლიდან გვაქვს შემაღლებული, ანუ ხელოვნური უსწორმასწორო გადასასვლელის ნიშანი და დაბალი სიჩქარით გადავდივართ. ისე 30-იანი ზღვარი, ქვეითა გადასასვლელი და ხელოვნური უსწორმასწორობა. ანუ ამაღლებული ქვეითა გადასასვლელები. ავტობუსი თუ გაჩერებიდან იწურება, აუცილებლად უნდა შევატაროთ და შემდეგ გავნახოთ ჩვენ სვლა. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. მარჯვენა მხარეს ზოლი როგორც კი გაგვინთავისუფლდება, ვიკავებთ მარჯვენა ზოლს, რადგან ზოგადად მარცხენა ზოლი არის გასწრების. ვიხედები საფრეში, ვთავ მარჯვენა სიმსიმას და გადავდივარ მარჯვენა ზოლში. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ კომპიუტერი გვეუბნება მარჯვნივ წასვლას, მაგრამ სიმსიმას ვიყენებთ როგორც ასეთი მარცხენას. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ამ დროს მარჯვენა მხარეს არ მივიწევით, გზის განყოფ ზოლთან მარცხენა ზოლთან ვიმოძრავებთ ახლოში. ესე იგი, კომპიუტერი აქ გვეუბნება მარცხნივ მოხვევას, გზის განყოფ ზოლთან უბრალოდ მარჯვნივ მოხვევას გვეუბნება, მაგრამ ვთავთ მარცხენა სიმციმას, გზის განყოფ ზოლთან უნდა ვიმოძრავოთ ახლოში, გადავიწევით, ხვრით შევტრიალდებით. შემდეგ ერთი გახედვა, სარკეში გახედვას დავაფიქსირებთ და თუ არავინ არ მოდის, ვიწყებთ ზოლში შესვლას. როგორც კი ჩავდგებით ზოლში, გამოვთავთ სიმციმას, აქ უკვე 70-იანი გზა გვაქვს მოცემული და 60-65 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთ. აქ ხშირად უხვევენ ხოლმე იქიდან წინიდან წამოსვლელები, ქვევით, შესაბამისად სიფრთხილეს გამოვიჩენთ, მაგრამ იმ დონეზე არ უნდა შევნელდეთ, რომ მათ ვაფიქრებინოთ, რომ გზას უთმობთ. 70-იანი გზა გვაქვს როგორც ვთქვით და 60-65 კმ/სთ სიჩქარით უნდა გავნაგზოთ მოძრაობა, მაგრამ შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობა შეგვიძლია თუ წინ გზა არ გვიშვებს, დაბრკოლებები ყავს, ან ინტენსიური მოძრაობა არის, თუ გზა თავისუფალია, აუცილებლად მინიმუმ 60-მდე მაინც უნდა გავზარდოთ სიჩქარე. ამის შემდეგ ჩვეულებრივად როგორც მაგისტრალზე ყველაფერი იგივენაირად ხდება. მაგისტრალზე არაფერი არ შეცვლილა, ჩვეულებრივად შევდივართ აქ ახლა 70-იანი ზღვარიდან ჯერ შევალთ 50-იან ზღვარში, 50 კმ-იან მონაკვეთში, სადაც სიჩქარეს ვაგდებთ 50-ზე ქვევით. აი აქ მარჯვნივ გვაქვს მოცემული ნიშანი, დავაგდებთ სიჩქარეს, ნიშანს როგორც კი გავცდებთ 50 ჩამოვაცებთ და მაგისტრალზე როგორც კი შევდგებით, გვაქვს 90-იანი ზღვარი, სადაც ვიწყებთ სიჩქარის გაზრდას. მინიმუმ 70-75, მაქსიმუმ 85. აქ მარჯვნიდან გვერდება აჩქარების ზოლებიდან შემომავალი სატრანსპორტო საშუალება, ამიტომ სიფრთხილეს გამოვიჩენთ. ჩვენ თვალთახედს არეალი გზაზე უნდა იყოს
ხუთს შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ხუთას მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 500 მეტრს როგორც გვიგვეთქვის 500 მეტრის შემდეგ პირველივე ხიდის ქვეშ არის გადასახვევი, აქ მარჯვნივ არ ვუხვევთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აი ამ სტაფილოსფერ ფიშკებთან როგორც კი მოვალთ გასწრაფ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთვალ მარჯვენა ციმციმას, გავიხედებ ერთი გახედვა, მინიმუმ 2 გახედვა სარკეში და ვიწყებ შემოსვლას. როგორც კი შემოვალ და ვიწყებ შენელებას. ერთი გახედვა მხარზე გახედვას ვაფიქსირებ და 2 გახედვა მინიმუმ სარკე. ერთშეულებათ რვიანის პრინციპი, გარე ზოლს უნდა მივხვდეთ, რათა შიდა არ გადაიკვეთოს. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ ვიყენებთ მარცხენა ციმციმას, ტოპზე ჩვენ წინ ამდენი მანქანაცა უნდა იყოს, მათ უკან გაჩერებაში არ გვექნება, ჩვენ მივიდივართ სოლამდე ვჩერდებით, როდესაც გავჩერდებით მინიმუმ 4 წამამდე აქ გავითვლით და შემდეგ შევტრიალდებით და გავიხედებით მხრით მარცხნივ. ანუ როგორც კი მოვალთ, რომ გავჩერდეთ და გავიხედეთ, შეიძლება მანქანა არ მოდიდეს და ავტომატურად დავიწყოთ. ამიტომ ჯობია ჯერ დავთვალოთ და შემდეგ გავიხედოთ. მარცხენა ციმციმათი ვიწყებთ გასვლას. 70 კილომეტრიანი მონაკვეთია, აქ მალევე გავზრდეთ სიჩქარეს 60-65-მდე. ხუთს შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ნახევრამდე გამოვიყენებთ, გვერდზე პანჯარაშიც გავაფოლებ თვალს, შემოვდივართ და ვთიშოთ ციმციმას. აჩქარების ზოლში შეგვიძლია გავჩერდეთ კიდევაც, შესაბამისად წინ ისეთი მანძილი უნდა დავიტოვოთ, რომ ასე აჩქარებლად გვეღოს. რა თქმა უნდა, საკმაოდ ინტენსიური მოძრაობაა და ვერ ვახერხებთ გადმოსვლას. რაც შეეხება მაგისტრალზე მოძრაობის ხუთს შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. მოძრაობის შეფერხებას, თუ წინ ერთი მანქანა აფერხებს მოძრაობას, ამ შემთხვევაში ვიწყებთ გასწრებას, თუ ინტენსიური მოძრაობაა, ვრჩებით ზოლში და მოძრაობთ სიჩქარით, რაც შეერთაც მოძრაობა გვიშვებს ჩვენ. ხუთას მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აქ ხიდთან უკვე 70-იანი ზღვარი გვხვდება, ცოტა შორიდან ვიაუშვებთ გასვლის, რომ ნელ-ნელა ავტომატურად დავარდეს სიჩქარე. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ეს ჯერ შემოსვლელი ზოლია მაგისტრალზე, მაგისტრალიდან გამოსვლელი ზოლი რო დაიწყება. ჩავთავთ ციმციმას, გავაკონტროლებთ სარკეს რამოდენიმეჯერ და ვიწყებთ ზოლთან შეხვებას. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. გამორთავთ და დავიწყებთ შენელებას. მალე ისევე ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას. როგორც კი შემოვართ მარჯვნივ მიშენი გვხვდება 50-იანი ზღვარი და 40-55 კილომეტრ/სთ სიჩქარით მოძრაობთ და აქ ჩვეულებრივად შუა ზოლიდან მივყვებით. 500 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. სამას მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ.
მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. აქ მარცხენა წლის იმას პირველი გამოსვლელი აქ რომელიც არის ეგ ჩვენ გვითმოს წრიულზე ვინ შემოდის მას ჩვენ ვთქვით მარჯვენა შლაგბაუმიდან თუ ბოლომდე გამოსვლია უკვე ატარებ და ზევიდან ჩამოსვლელი თქვენ ხართ ფინიშთან. აქ გადავდოთ მარჯვენა წლის იმასთან და მიყავს საწყის ადგილას ვაჩერებთ